მოგესალმებით, ტელეკომპანია კავკასია პროგრამა ვარსკვლავები გვამსვლობენ, მე ტელეწამყვანი მიხეილ ცაგარელი და ჩვენი ტრადიციული რუბრიკა ვარსკვლავები გვამსვლობენ. ჩვენ დღეს საუბრობთ ასტროლოგიაზე და არა მარტო ზოგად ეზოთერულ საკითხებზე, აუცილებლად გვექნება თქვენს კითხვებზე პასუხები, აუცილებლად ვისაუბრებთ ჩამთვარაზე, იმიტომ რომ უკვე რეზონანსულია ეს თემა, ბევრი იყო ესეთი SMS-ები, წერილები ამასთან დაკავშირებული, აუცილებლად გავაგრძელებთ რასაკვირველია ამ თემას, ბოლომდე მივიყვანთ. და უბრალეს ყოვლისა დავიწყოთ იმით, თუ რა ტენდენციები მოსაუბრებელი უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში რა მნიშვნელოვანი ტენდენციები უბრალეს ყოვლისა მოდით ავუშვათ, რომ შემდეგი კვირა მეტნაკლებად ინარჩუნებს სტაბილურობას 22 მაისამდე. Აი ეს პერიოდი კარგია, ამიტომ თუ გამოვაკლებთ კიდევ ხვალინდელ დღეს, რომელიც ახალმთვარეობის მძიმე დღეს განეკუთვნება, ესე იგი ხვალინდელი დღის და შემდგომ უკვე 22 რიცხვიდან ნეგატიური პერიოდის გამოკლებით, აი დანარჩენი დღეები მეტნაკლებად მოდი თქვათ ასე სტაბილურია და უფრო ასე ვთქვათ კარგია, იმისთვის რომ თქვენ აქ აქტიურობთ საქმეს, ან რაღაც დაუშვათ ურთიერთობებს მეტად ჰარმონიულად ფერის შეზინოთ და მეტად წარმატებებს მიაღწიოთ. ანუ ყველაზე კარგი პერიოდი ჩვენ გვაქვს 19-დან 22 მაისამდე შემდეგი კვირის განმავლობაში. 18-ში თავის შევიკავოთ მნიშვნელოვანი საქმეების საკითხებისაგან და ასევე უკვე 22-დან 26 რიცხვის ჩათვლით გვექნება კიდევ ერთი რთული პერიოდი მაისის პერიოდში. და შესაბამისად ესე იგი წინ და წინ გამოვიწყოთ იმისთვის რომ 19-22-მდე აი ამ პერიოდში მოვასწროთ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების შესრულება, მნიშვნელოვანი საკითხების და საქმეების ასე ვთქვათ შესრულება პირველ რიგში. მოვიტანხმოთ ახლა კიდევ სხვა მნიშვნელოვანი რა მოვლენებია შემდეგი კვირის განმავლობაში. ესე იგი პირველ რიგში სამშაბათი თქოს ყურადღებას და ორშაბათი რით. ორშაბათი ახალმთვარეობა როგორც ავუშვებ მძიმე ენერგეტიკული დღეა, უარყოფითი ენერგიები მატყლობენ, სასკერტო ენერგიები ღებულობენ, რომელიც მოდიან კოსმოსიდან დედამიწაზე და ეს შეიძლება გახდეს გაუმწვევი მიზეზი არასასურველი რასაკვირველია ამ პერიოდში, ტრავმების, ავარიების, სხვადასხვა პრობლემებისა, ამიტომ ხვალ ნუ დაეწყებთ ახალ საქმეებს, უკვე დღეს ფაქტობრივად გაუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას, ყურადღება მიაქცევეთ წნევას, ყურადღებით საჭესთან და ასე შემდგომ, ყოველ შემთხვევაში სხვადასხვა სახის აუცილებლად ეს არ არის თავისთავად, მაგრამ ალბათობა მატულობს. ესე იგი, რადგან უარყოფითი ნეგატიური ტენდენციების ალბათობა მატულობს ყურადღება თქვენი მხრიდან ყველა ზოდიაქოს ნიშანს ეხება ხვალინდელი დღის მიმართ, უნდა იყოს განსაკუთრებული. ამიტომ ეცოთ ხვალინდელი დღე, როგორც კოსმიური გამოცდის, მოდი თქვათ ასე, ერთგვარი დღე მეტად ხილად, წინდახედულად, მეტი მოთმინებით, თავდაჭერით განვლოთ, არაფერი ახალი მნიშვნელოვანი განსაკუთრებული სარისკო ხვალისთვის არ დაგეგმოთ. შვიდად გავიაროთ ეს დღე. ზე კი ბატონო უკვე 19-დან შეგიძლიათ აქტიუროთ, მოძრაოთ 22-მდე მაინც საკმაოდ კარგი დღეებია. მაგრამ ერთი ტენდენცია კიდე არის შემდეგ კვირაში, რომელიც უკავშირდება სამშაბათ დღეს. სამშაბათს რა ხდება? ინტელექტის კომუნიკაციის მმართველი პლანეტა მერკური ხდება უკან მოძრავი. ეს რას ნიშნავს? ხა გამოცდილმა უკვე მსმენელებმა იციან, როცა მერკური იწყებს უკან მოძრაობას და მისი ეს უკან მოძრაობა გასტანს 12 ივნისამდე, აქ ტრადიციულად ხდება რა? კომუნიკაციის შეფერხება. ამიტომ აქ შეიძლება პრობლემები შექმნას მაგალითად კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, აქ შეიძლება მაგალითად საცობებმა ეჩინონ მეტად თავი, იგივე დაუშვათ ქუჩაში რაც ისევ დატანჯავს ჩვენს მძღოლებს და ქვეითად მოსიარულეებს. ანუ მერკურის უკან მოძრაობა ყოველთვის ქმნის სირთულეებს სხვადასხვა სახის საკომუნიკაციო სისტემებთან მიმართებაში. და უფრო მეტიც აქ მე უკვე არ გირჩევთ სესხის აღებას. ან დაუშვათ საბანკო სისტემასთან ვთქვათ ესეთ დოკუმენტებებს, სადაც თქვენ აუცილებლად აღჭირდებათ ამ პერიოდში ისევ იგივე სესხის აღება, მაქსიმალურად მოვერდოთ, მოდი თუ რაღაც განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, ყველანაირ ასე ვთქვათ სესხს ამ პერიოდში, იმიტომ ეს შემდგომ ძალიან რთულ ვითარებაში ჩაგაგდეთ, ძალიან გაგიჭირდებათ ამ სესხის დაბრუნება და ამას სხვადასხვა სახის პრობლემები მოყვება. ანუ ფაქტობრივად სამშაბათიდან 11 რიცხვის ჩათვლით, 11 ივნისის ჩათვლით მოვერდოთ მაქსიმალურად სესხის აღებას. ეს ორი მნიშვნელოვანი მოვლენა მაქსიმალურად გავითვალისწინოთ და შემდგომ უკვე პერიოდი, რომელიც 22 რიცხვიდან იწყებს ამოქმედებას, აი აქ დედამიწა შედის უარყოფილ ენერგოველში და გასტანს იგი 26-27 მაისამდე, აი ეს პერიოდიც ამ მხრივ იქნება მეტად რთული. ახლა დედამიწა ისეაც უარყოფით ენერგოველშია მთელი მაისის განმავლობაში, მაგრამ ყველაზე ასე ვთქვათ დაბალ წერტილს იგი აღწევდა 10-16 მაისის შუალედში და ეხლა 22-დან 27
მაისამდე. აი ამ უარყოფით ენერგოულობის ეს ყველაზე დაბალ წერტილები სწორედ ამ პერიოდებში შესამჩნევია და ამიტომ რაც უფრო დაბლად ჩადის ეს გრაფიკი, მოდით ვთქვათ ასე, ნურის ქვევით უარყოფით ველში დედამიწისა, ეს ნიშნავს იმას, რომ ნეგატიური გეომანტია დედამიწაზე მოიმატებს ამის შედეგად, ამიტომ ეს შექმნის კიდევ დამატებით სირთულეებს, იგივე ამინდთან დაკავშირებით, იგივე სხვადასხვა სახის შეფერხებებთან დაკავშირებით, გუნება განწყობასთან დაკავშირებით და ასე შემდგომ. ამიტომ ვეცადოთ, რომ უკვე აი 22-დან მაქსიმალურად 27-მდე მაქსიმალურად ხილად წინ დახედულად ვიმოქმედოთ მეტი ყურადღება მივაქციოთ ჯანმრთელობას, სხვადასხვა სახის შეიძლება ხასიათის ცვალებადობის ტენდენციებმა თუ იჩინათ თავი, უფრო მშვიდად მივუდგეთ ყოველივე ამას და ყოველ შემთხვევაში შესაბამისად არ დაუშვათ და პრობლემები არ დაებევოთ. ეს ზოგადად ტენდენციები, ასე ვთქვათ, შემდგომი პერიოდისა, შემდეგი კვირისა მათ შორის, ახლა უკვე ვნახოთ ცალკეული ზოდიაქოს ნიშანთათვის როგორ იქნება შემდეგი კვირა. ნუ ვერძი, მოდით აღვნიშნოთ, რომ ვერძსათვის საკმაოდ საინტერესო პერიოდია და სასიკეთო მთლიანობაში. ანუ ენერგოტონუსი თქვენი თანდათან იწყებს მომატებას უკვე ამ კვირიდან, თქვენი უფრო იქნებით უფრო აქტიური, უფრო ენერგიული, უფრო ინიციატივიანი, უფრო კონტაქტური და თქვენ ადვილად შეიტანს სიახლეებს თქვენს იდეებსა და აზრებში. მოემატებს თქვენი შარმი, მიზიდულობა, იქნა გამომდინარე მოემატებს დაინტერესება თქვენდამი, თქვენი პერსონისადმი, საწინააღმდეგო სქესის პარტნიორებიდან და კარგია ეს პერიოდი მშენებლობისათვის, სარემონტო სამუშაოებისათვის, უძრავი ქონების შესაძენად, მსხვილი პროექტებისათვის, ასევე ძალიან კარგი პერიოდია, რომლებიც ძლიერ ზეგავლენას მოახდენენ ასევე შემდგომ თქვენს ასე ვთქვათ, წარმატებებზე და მსხვილ ძლიერ ზეგავლენას მოახდენ თქვენი მოქმედებით, ენერგიით, აქტიურობით, გონებამახვილობით კოლეგებსა და ხელმძღვანელებზე. ამიტომ მათი მხრიდანაც თქვენ დამიკეთებულ განწყობა მოიმატებს, ეს გაზრდის თქვენს ავტორიტეტს მას თვალში და ხელში უწყობს უფრო მეტად თქვენს წინსვლას და მათ შორის კარიერულ განვითარებას. ვიმეორებ, საერთო ჯამში კვირა კარგია, უბრალოდ მაინც ხვალინდელ დღეს ცოტა მეტი სიფრთხილე ესაჭიროება თქვენი მხრიდანაც. Așadar, cu zodiacul niște daodebules, nu cu შემთხვევაში ეს კვირა ჯერ კიდევ აძლევს შანსს კუროთ უმრავლესობას, რომ განავითაროს თავისი საუკეთესობები. ახლა ერთი მშვენი დეტალი დაგვაგვიწვა კიდე შემდეგი კვირის მნიშვნელოვანი თარიღებიდან, ეს არის 21 სწორედ რიცხვი მაისის, ანუ ხუთშაბათი დღეა, აქ დილით 11 საათზე 46 წუთზე მზე გადაინაცვლებს დატოვებს კურო ზოდიაქოს და გადაინაცვლებს ტყუპების ზოდიაქოს. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა კიდევ, მაგრამ ეს ჯერ კიდევ და მთელი თვის განმავლობაში უკვე ასე ვთქვათ მბრძანებელი იქნება ტყუპების ზოდიაქო ცისკაბადონზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კუროსთვის ასე ვთქვათ ეს კვირა უარყოფითი არა, პირიქით ჯერ კიდევ გრძელდება ამ კვირის განმავლობაში დადებითი ტენდენციები ენერგოტონუსი თქვენი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, ხელსკობს ეს აქტიურ მოქმედებებს კვლავ მაღალია იღბლიანობა. კარგი დრო ახალი პროექტების დასაწყებად ადვილად გადაწყვეტავთ ნებისმიერ საკითხს, ეს არის პერიოდი, როდესაც თქვენი შარმი ისო მაღალია, ამიტომ ხელსკობს იგი რომანტიკულ ურთიერთობებს კავშირებს. შეიძლება ზოგიერთ თქვენთაგან ამისთვის ახლა რომანტიკულ თავგადასავლებში სასკოლო ურთიერთობები უფრო მაღალ დონეზე შეგიძლიათ აიყვანოთ. ხელსკობს იგი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას, კარიერულ განვითარებას და სხვა სასიკეთო ცვლილებებს, რაც ითქოს თქვენგან ისევ აქტიურ ძალისხმევას ამ კვირის განმავლობაში, რომ ხვალინდელი დღის გამოკლებით. ხვალინდელი დღე დაუთმით შეიძლება დავუშვათ იდეების დასახვას, შემზადებას რაღაცა პროექტების ან შემდგომი მოქმედებებისა. Aceea ტყუპების ზოდიაქოს ნიშნე დაავადებულებს კი მიუხედავად იმისა, რომ 21 მაისს უკვე მზე გადმოდის თქვენ ზოდიაქოს ნიშანში და ერთი თვის განმავლობაში სწორედ იქნება მთავარი მასპინძელი ჩვენი მატერიალური სამყაროსის სწორედ ტყუპების ზოდიაქო. ამის და მიუხედავად რასაკვირველია, ახლა შედარებით უმჯობესდება სიტუაცია ამ კვირის განმავლობაში წინა კვირისგან განსხვავებით და უფრო სტაბილური ხდება, მაგრამ არა იმდენად, რომ თქვენ აიღოთ ზედმეტად დიდი პასუხისმგებლობა, არა იმდენად, რომ თქვენ გადახვიდეთ სარისკო მოქმედებებზე, ეს ყველაფერი ჯერჯერობით იგრძელება. ანუ ჯერჯერობით ნუ რაფერს რადიკალურად ნუ შესვლით თქვენ ცხოვრებაში. მეტი დრო დაუთმეთ სწავლას, ინდივიდუალურ შემოქმედებას, კოლექტიურ საქმიანობაში ჯერ აქტიურად ნუ ჩემებით, მეტყვი რომ გახსოვდეთ, რომ ჯერ კიდევ ამ კვირის განმავლობაში მზე გავლენას ახდენენ ფაული მტრეები, შეიძლება იყოს არასწორი ინფორმაცია, შეიძლება თქვენი მხრიდან სუსტრაფობა მიჩნიოს თავი, რაც შეცდომის თვალსაზრისით აღმოჩნდება, ჭორების, ინტრიგების ტენდენცია, კონკრეტული ბრძოლის ტენდენცია კვლავ მაღალი, ამიტომ ითხოვს ჯერ კიდევ ეს კვირა ცოტა მეტ სიფრთხილეს წინ დახედულობას, მოთმინებას, ყოველდღიური საქმეებით შემოფარგლოს, თუმცა ის რომ 21 რიცხვის შემდგომ თანდათან თქვენ იგრძნობთ, რომ ენერგოტონუსი უმჯობესდება, გუნებრივი განწყობა თანდათან ასე ვთქვათ უმჯობესდება და სტაბილურდება, ეს კი ეს ტენდენციები თვალშისაცემ იქნება. რაც შეეხება კერჩქების ზოდიაქოს ნიშნე დაავადებულებს, სასწაულში ძალიან მატულობს თქვენში ინტუიცია. ამ პერიოდის განმავლობაში და ეს წინადგრძნობის გასაოცრად კარგი უნარი გექნება, ძალიან ხშირად იტყვით, რომ ეს ასეა და უბრალოდ არ იცით რატო ასე,
მაგრამ მოხდება ზუსტად ესე, როგორც თქვენ თვლით ამას, ამიტომ ამ განმახვილებულ ინტუიციაზე დაყრდნობით უნდა ემოქმედოთ მთელი კვირის განმავლობაში, მაშინ თქვენი მოქმედება იქნება უფრო სწორი და სხვა შორის ამ განმახვილებულ ინტუიციის მეშვეობით თქვენ ძალიან კარგად განჭრეთ მოვლენათა განვითარების შემდგომ შესაძლებლობებს და იქნებით აბსოლუტურად სწორი. მაგრამ შაბათ-კვირას უკვე მეტად აკონტროლეთ თქვენი მოქმედებები, იმიტომ რომ აქ უკვე შეცდომების დაშვების არამე პრობლემების წარმოქმნის ტენდენცია მატულობს, ცოტა მეტად ყურადღება გუნება განწყობის ცვალებადობას, ემოციურ არასტაბილურობას, ენერგოტონუსის იწყებს შემცირებას თქვენი შაბათ-კვირას. ამიტომ უკვე შაბათ-კვირიდან ვეცადოთ რომ ცოტა გადავერთოთ უფრო მშვიდ ცხოვრების რიტმზე. იქამდე კი ბატონო ხვალინდელი დღის გამოკლებით იაქტიურად, იმიტომ რომ შანსები წარმატებებისას საკმაოდ მაღალია. რაც შეეხება ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, მთლიანობაში მოდი ვთქვათ ასე კარგი დროა. თქვენი ნიჩის და უნარების გამოსავლენად ხელს უწყობს შემდეგი კვირა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მოსაკვირია ხვალინდელი დღის გამოკლებით. შესაძლებელია სასიკეთო გარდატეხის შეტანა როგორც საქმიან, ასევე სასიყვარულო პარტნიორულ ურთიერთობებში, მოემატებს თქვენი ენერგია, აქტიურად მოქმედების უნარი, ორგანიზატორული მონაცემების გამოვლენის უნარი. ეს მთლიანობაში ხელს შეუწყობს თქვენს კარიერულ წინსვლას და წარმატებებს. ძალიან კარგი პერიოდია თქვენთვის, რომელიც ხელს უწყობს როგორც რომანტიკულ, ასევე სასიყვარულო პარტნიორულ ურთიერთობების გაღვივებას და გაუმჯობესებას, ან შეიძლება ჩამოყალიბებას, ასევე ხელს უწყობს იგი კარიერულ განვითარებას და მეორე ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამიტომ იაქტიურეთ ამ კვირის განმავლობაში. ხვალინდელი დღის გამოკლებით კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ. ქალწულებისთვის ასევე საინტერესო პერიოდია სერიოზული, მოდით ასე ვთქვათ, და სასიკეთო ცვლილებების კვირა, შემდეგი კვირა. აქ შეიძლება მიიღოთ პერსპექტიული წინადადებები, რომლებიც გააფართოებენ თქვენს ფინანსურ შესაძლებლობებს. ეს პერიოდი ხელს უწყობს სტაბილური ცხოვრებისეული სიტუაციების და მდგომარეობის შექმნას. საზოგადოებაში კი, მოდით ვთქვათ, ასე უფრო მეტად მოემატებს თქვენი ავტორიტეტი. ამავდროულად მომავლის საძირკვლის ჩადება, თქვენი წარმატებებისას სწორედ ამ კვირაში იწყება. და ამასთან ერთად თქვენი ერგოტონუსი საკმაოდ მაღალია, თქვენ შეგიძლიათ აქტიური მოქმედება, ინიციატივის გამოვლენა, უფრო დაუღალელი ხართ ამ კვირის განმავლობაში. ემოციური სტაბილურობაც კი მეტნაკლებად იჩენს თავს, რაც საერთოდ თქვენი წინსვლის და წარმატებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საწინდარია. რაც შეეხება სასწორებს, პირველ რიგში მოემატებს თქვენში თვითრწმენა ამ კვირის განმავლობაში. შესაძლებელია აღმოჩნდეთ ძველი ვალების დაბრუნების წინაშე სულაც არეულობით ამ ვალების დაბრუნებას და უცებ შეიძლება გაისმოს ზარი და ადამიანმა დაგიბრუნოთ ვალი, რომელიც დიდი ხნის წინ გაიცით, რაც ფრედ სასიამოვნო სიურპრიზი იქნება თქვენთვის, ასეთი ტენდენცია არის. ძალიან კარგი კვირა სასიყვარულო პარტნიორული, ასევე საქმიანი პარტნიორული ურთიერთობების დასაწყებად. ამ თვალსაზრისით მეტად სასიკეთოა და ძალიან კარგი იგი მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების დასადებად. ამ თანდათან თქვენ გზნობთ, რომ ენერგოტონუსი უმჯობესდება, რაღაც ფორტუნა უკვე თქვენსგან ტრიალდება ნელ-ნელა, ანუ სასიკეთო ცვლილებების ტენდენციები ყველა დონეზე უფრო მეტად თვალშესაცემი იქნება, რაც მთლიანობაში მეტად განაპირობებს თქვენს ცხოვრებისეულ წინსვლას და წარმატებებს. მორიელთა უმრავლესობას უნდა ახსოვდეს, რომ აქ შეგიძლიათ ძალიან საინტერესო და ზოგჯერ ახლებურათაც კი გამოვლინოთ თქვენი ორგანიზატორული ნიჭი და მონაცემები. ეს არის პერიოდი აქტიური მოქმედებისა. ეცადეთ დაიბეოთ პარტნიორთა, მეგობართა ან შეყვარებულთა მხარდაჭერა. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის ამ კვირაშიც, რომელსაც შემდგომ აი ამ სწორედ მხარდაჭერას დაეყრდნობით უახლოესი 9 წლის განმავლობაში. ეს იქნება ეს უმთავრესი, ასე ვთქვათ, ფაქტორი, რომელიც თქვენი შემდგომი წარმატებების მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ, შესაძლებლობის მომტანი იქნება და ურთიერთობებში უფრო მეტად თქვენ შეიტანთ შემდეგ კვირაში ჰარმონიას. როგორც სასიყვარულო, ასევე საქმიან პარტნიორულ ურთიერთობებში, რაც მთლიანობაში გაზრდის თქვენს ავტორიტეტს და ხელს შეუწყობს უფრო მეტად მშვიდად და სტაბილურად შემდეგი კვირის პერიპეტიების გავლას. რაც შეეხება მშვილდოსნებს, თქვენი მოქმედებით მიაღწევთ კოლეგათა და ხელმძღვანელთა აღიარებას, რაც გაამახვილებს წარმატების შანსებს. ანუ ხდებით მეტად აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, მეტად ოპტიმისტური, მეტად ასე ვთქვათ, გონებამახვილი, რაც აუცილებლად ასე ვთქვათ, ამას მიაქცევენ ყურადღება, ხელმძღვანელების, ხელმძღვანელები, კოლეგები არ დარჩება მათი ყურადღების მიღმა, ეს თქვენი კარგი შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს უფრო მეტად თქვენს კარიერულ წინსვლას, ახალი ფინანსური წყაროების აღმოჩენას, ძალიან კარგი კვირა პირადი სასიყვარულო პარტნიორული ურთიერთობებისათვის, შეიძლება ეს ურთიერთობები დაიწყოს, შეიძლება გაგრძელდეს უფრო ჰარმონიულად და სასიკეთოდ. რაც შეეხება თხისკა ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს 22 მაისამდე ძალიან კარგი პერიოდია ფინანსური წარმატების მისაღწევად, ახალი საქმიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებისათვის. შეიძლება ლოტარეებში წარმატებას მიაღწიოთ სხვა კონკურსებში, სარისკო მოქმედებებიც კი მეტად გამარტებული იქნება ხვალინდელი დღის გამოკლებით, აი 19-22-მდე. ძალიან კარგი პერიოდია ყოველ მხრივ, მაგრამ
უკვე 22 მაისიდან პრობლემებმა შეიძლება მეტად იჩინონ თავის საქმეებში, მოგზაურობისას, მაგალითად შეხვედრებისას. ჯანმრთელობას უკვე განსაკუთრებული ყურადღება ეთრო 22-დან კლებულობს თქვენი ენერგოტონუსი, რაც შეუქმნის პრობლემებს ასევე ჯანმრთელობას, გონება განწყობას და 22-დან უკვე ცოტა მეტი სიფრთხილე წინ დახედულობა გმართებ ამ თვალსაზრისით. რაც შეეხება მერწყულებს, ენერგოტონუსი თანდათან მატულობს თქვენს ცხოვრებაში შემდეგი კვირის განმავლობაში, რაც ხელს უწყობს აქტიურ მოქმედებას თქვენი მხრიდან. ეს პერიოდი კარგია უკვე ხვალინდელი დღის გამოკლებით ბიზნესში წინსვლისათვის, პირად ცხოვრებაში საინტერესო, ასე ვთქვათ, გარკვეული ელემენტების შემოტანისათვის და აქაც შეიძლება მეტად ორიგინალურად და არასტანდარტულად იმოქმედოთ სასიამოვნო სიურპრიზების გარკვეულწილად პერიოდი ამ თვალსაზრისით და თქვენთვის შეიძლება ესე ვთქვათ, შემდეგ კვირაში შეუძლებელი არაფერი არის, ამიტომ ბევრი რამის მიღწევა შეგიძლიათ თქვენი ორიგინალური იდეებით, შეიძლება არასტანდარტული მოქმედებებითაც კი ეს არის პერიოდი, როგორც დაუშვათ ლატარებში, კონკურსებში გამარჯვების კუთხით, ასევე შეიძლება ხელი შეუწყოს მან კარიერულ განვითარებას, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, შესაძლებელია პარტნიორული ურთიერთობების უფრო მაღალ დონეზე აყვანა ამ პერიოდში და ამ მხრივ უფრო მეტად სასიკერებო ცვლილებების შემოტანა თქვენს ცხოვრებაში. რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, სწავლისადმი და კონტაქტებისადმი მიდრეკილება აქ რადიკალურად მოიმატებს თქვენს ხასიათში. ადვილად გამოავლენ თქვენს აზრებს, ცოდნას გაუზიარებთ ასევე სხვაებსაც, ანუ აქ ჩაკეტილი არ ახართ, როგორც ზოგჯერ იცის. და ამ ნიშანმა ამიტომ უფრო გახსნილი პერსონა ხდებით, რაც ხელს უწყობს ასევე მრავალფეროვან კონტაქტებს, კარგი დროა სხვაჩვენს მივლინებისა და მოგზაურობისათვის, მაგრამ უკვე 22 მაისიდან თქვენი ენერგოტონუსი დაიწყებს ასევე შემცირებას, რასაც თქვენ იგრძნობთ, რომ უფრო ადვილად იღლებით. გონება განწყობა მეტად, ასე ვთქვათ, იცვლება ეს ხასიათცვალებადობა, უფრო მეტად აქ სხვადასხვა სირთულეებმა შეიძლება იჩინონ თავი, მათ შორის საქმიანი კუთხით, ურთიერთობების კუთხით და ეს გარკვეულ შინაგან დისკომფორტს გიქმნით. ამიტომ 22-მდე ცეთ ყველაზე მშვენი საქმეების საკითხების შეასრულეთ, 22 შემდგომ კი უკვე ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ და გადაერთეთ უფრო მშვიდ ცხოვრების რიტმზე. ეს 12 ზოდიაქოს ნიშანია მათი ასტროპროგნოზის შემდეგი კვირის განმავლობაში. ეხლა ვნახოთ სხვა მშვენი მოვლენების შემდეგი კვირისა, რომელიც ჩვენ უპირისპირესია გვამცნობს, რომ გეომაგიტური დღეები თქვენ ყურადღებას, ესე იგი, პირველი და უმთავრესი გეომაგიტური დღე ჩვენ გვაქვს ხვალ. ახალმთვარეობაზე გეომაგიტური დღეა თავისთავად, ასევე გეომაგიტური დღე გვაქვს ჩვენ 20 მაისს, ეს 4 შაბათი დღეა, გეომაგიტური გვექნება ასევე პარასკევი 22 რიცხვი. აი ეს სამი მნიშვნელოვანი გეომაგიტური დღე, რომლებიც გვამცნობენ, რომ ამ დღეებში ნეგატიური კოსმოსური ენერგია უფრო მეტად ნეგატიურ დახს ასვავს ადამიანის გულსა, ძარღვან სისტემას, ნერვულ სისტემას, შეიძლება გახდეს მიზეზი ამ პერიოდებში, ამ დღეებში წნევასთან დაკავშირებული პრობლემებისა, უგონებობისა, შეიძლება თავისტკივილებისა და სხვა დისკომფორტული მოვლენებისა. ამ შემთხვევაში აუცილებლად გამოიყენეთ წამლის პროფილაქტიკა და შესაძლებელი დაგვარად თავისთავად მეტად დაისვენეთ. ამ პერიოდში ყოველ შემთხვევაში აუცილებელია რომ უფრო მეტად ასე ვთქვათ გადაერთოთ შვიდ ცხოვრების რიტმზე. შესაძლებელი დაგვარად თავისთავად. და შეეხება მიმართულება და გარკვეული მთვარის პერიოდებს, იცით ეს ის პერიოდებია, რომელთა მსვლელობისას უარყოფითი მთვარის ენერგია ჩვეულებრივზე მეტად ადონებს ყურადღებას ადამიანებს, შეიძლება გახდეს მიზეზი არასასურველი ტრაუმებისა და ავარიებისა, სიტყვის ამ პერიოდებში განსაკუთრებულ ყურადღებას მძღოლებისა და ქვეითად მოსიარულეებისაგან და აი ესეთ პერიოდებს წარმოადგენენ ხვალინდელი დღე, მაგალითად 18 მაისი, მით უმეტეს ახალმთვარეობა და თან ამ პერიოდსაც მივაქცევთ განსაკუთრებული ყურადღება დილის 7 საათიდან 13 წუთიდან უკვე დღის 13 საათამდე 27 წუთამდე. აი ამ დროს უარყოფითი მთვარის ენერგია შეიძლება გახდეს არასასურველი ტრაუმების და ავარიების ასე ვთქვათ მთავარი ფაქტორი და ეს ეთქოს განსაკუთრებულ ყურადღებას მძღოლებისა და ქვეითად მოსიარულეებისაგან. ასეთვე პერიოდი ჩვენ გვაქვს უკვე შემდეგ დღეს 19 მაისს სამშაბათს, ოღონდ საღამოს 20 საათიდან 57 წუთიდან 24 საათამდე გასცნოს იგი. ასეთვე პერიოდი გვაქვს ჩვენ 20 მაისს 4 შაბათს ღამის 0 საათიდან დღის 17 საათამდე და შემდგომ ასეთვე პერიოდი ჩვენ გველის 22 მაისს პარასკევს ღამის 3 საათიდან 36 წუთიდან 24 საათამდე. და შემდეგ კვირა დღეს ასევე ასეთვე პერიოდი გვაქვს დღის 13 საათიდან 59 წუთიდან 24 საათამდე. აი ამ პერიოდებში უნდა ვიყოთ განსაკუთრებით ყურადღებით, არ მოადუნოთ ყურადღება, მით უმეტეს თუ
ამ დროს საჭესთან ვართ, ან ქვეითად მოსიარულე ვართ, იმიტომ რომ ამ დროს თუ თქვენ ახლა ტელევიზორს უყურებთ და შეიძლება ცოტა ხნით გაითიშოთ, ეს პრობლემას არ წარმოადგენს. მაგრამ ამ დროს საჭესთან ყოფნა რზეულია უკვე სერიოზული პრობლემის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს და ამიტომ ესე ცოტა ექსტრემალურ გარკვეულწილად სიტუაციებში ვიყოთ ორმაგად ყურადღებით ამ პერიოდების განმავლობაში. ეხლა ერთი, მოდით ვთქვათ ასე შტრიხით, თითოეული დღის ზოგადი ტენდენციები. ნუ ხვალ ჩვენ აუჩეთ რომ არის ახალმთვარეობა, საკმაოდ მძიმე კოსმიური ენერგიების დღე, თორე სასიკეთო კოსმიური ენერგიების ნაკლებობა იქნება თვალშისაცემი, ამიტომ ეს მეტად გამოიწვევს ადამიანებში გაღიზიანებას, აგრესიის, დეპრესიის გამოვლენას, თავის მხრივ შეიძლება გახდეს კონფლიქტების მიზეზი. ეს უფრო მეტად შექმნის შეცდომებთან დაკავშირებულ მოქმედებებს, თუნებებს, ტრავმებს, ავარიებს, ჯანმრთელობის გაუარესების ტენდენციები მოიმატებს და ასეთი ნეგატიური გამოვლენებები ყველაზე აქოს ნიშნის გამო მეორე კითხავს განსაკუთრებულ ყურადღებას სიფრთხილეს ყველა სახის ურთიერთობებში და ყველა სახის მოქმედებებში, იმიტომ რომ აქ შეცდომების მეორე და სხვადასხვა სახის არასწორი მოქმედებების, უარყოფითი თვისებების გამოვლენის და სხვა უსიამოვნო ტენდენციების ალბათობა რადიკალურად მატულობს. ამიტომ ხვალინდელი დღე ვეცოთ რაც შეიძლება ფრთხილად, შვიდად, გაწონასწორებლად გამვლოთ. 19 რიცხვსაც შეეხება მაისს, ესე იგი სამშაბათ დღეს, აქ 11 ივნისამდე უკვე ესე იგი ამ დღიდან, როგორც ჩვენ აღვნიშნეთ, თავი უნდა შევიკავოთ ცეცხლის აღებისა და ნისიათ რაიმის შეძენისაგან. და ამავდროულად აქ პლანეტა მერკური ხდება რეტროგრადული, რაც სწორედ ქმნის სხვადასხვა საკომუნიკაციო პრობლემებს და სირთულეებს. 20 რიცხვი მაისის ოთხშაბათი დღე მერყეობას ნუ გამოავლენთ გადაწყვეტილების მიღებისას და რასაც ხავს უსურვებთ. ამ დღეს შემდგომ იგივე შეიძლება მოხდეს თქვენს ცხოვრებაში. ანუ ბუმერანგით ეს ყველაფერი გიბრუნდებათ. მოერდეთ ცხელ და ცხარეს საკვებს, ალკოჰოლურ სასმელებს. სისხლის შედედებისა და ტრომბის ალბათობა მატულობს მოიმატებს 20 რიცხვში. და 21-ში ხუთშაბათს მზე, აი სწორედ ამ დღეს ერთი თვით განანაცვლებს ტყუპების ზოდიაქოში. რაც მეტად ამ პერიოდში გაამახვილებს ადამიანებში კომუნიკაბილურობას, გონებამახვილობას, ანუ კარგფისებებს, ტყუპების ცნობის მოყვარეობას, შუამავლის ფუნქციის შესრულების უნარს, დიპლომატიურობას ხასიათში, მაგრამ ამავდროულად გააზრებს უარყოფით თვისებებსაც. კონკრეტულად სულსწრაფობას, უკაერათობას, შინაგან მერყეობას, ეს ყველაფერი უკვე სწორედ ხუთშაბათიდან გახდება თვალშისაცემი. 22 პარასკევი დღე, აქ მოერდეთ მოგზაურობას და ვალუტის გაცვლას, ქორწინებას, სახლის მშენებლობას, ადგილსამყოფელის ბინის შეცვლას და დაპირებების გაცემას. აქ მაღალია ფინანსური შეცდომების დაშვების ალბათობა. 23-ში შაბათს განსაკუთრებული საფრთხე გმართებთ გზაში. კარგი დღეა კონტაქტებისათვის, თუმცა ნუ გასცემს შეუსრულებელ დაპირებებს, შესაძლებელია მიიღოთ საჭირო და ამავდროულად მნიშვნელოვანი თქვენთვის ინფორმაცია. 24-ში კვირას მოერდეთ მოგზაურობებს, მათ შორის ავიამოგზაურობას, გამოვლენთ მეტი ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა. და აქ ავუშვათ რომ მაქსიმალურად მოერდეთ ურთიერთობების გარჩევას. შემდეგ კვირა დღეს. ეს ზოგადი ტენდენციებია შემდეგი კვირისა. ეხლა სხვა მშვენი მოვლენები, რომელიც ასე ვთქვათ, დაკავშირებულია შემდეგ კვირასთან, ვისაც აქ მაგალითად განზრახული მკურნალობის დაწყება. Patvis sauketso დღეებია ამ კვირის განმავლობაში, ვთქვათ ასე, უბრალოდ იქნება თუ ვიტყვით რომ არც ერთი დღე არ არის, არც კარგი, არც ცუდი. ყველა არის ნეიტრალური საშუალო, ამიტომ პრინციპში ხვალინდელი დღის გამოკლებით ნებისმიერი სხვა დღე მისაღებია მკურნალობის დასაწყებად აქედან გამომდინარე. მოგზაურობის დასაწყებად მაგალითად არ ვარგა 18, 19, 21 რიცხვი, ასევე 22 აი ეს დღეები აქ უმჯობესია მაინც თავი შევიკავოთ. ხოლო დარჩენილი დღეები საშუალო ნეიტრალურია. ამიტომ ნეიტრალურ დღეებზე შეიძლება მოგზაურობის დაწყება. იმიტომ რომ დადებითი დღე აქ არც ერთი არ არის შემდეგ კვირის განმავლობაში. სამსახურის შეცვლის კუთხით მაგალითად 21 რიცხვი არ ვარგა, 22, 23, 24 მაისის დღეები არ ვარგა. დარჩენილი დღეები ნეიტრალურია. შეიძლება ხელშეკრულებების დადებას ამ თვალსაზრისით აქაც არ ვარგა 21, 22, 23, 24 მაისის დღეები და არჩენილი დღეები აქაც შეიძლება ითქვას რომ ნეიტრალურია. რაც შეეხება ქორწინებას, ბერესკოულისა აღნიშნოთ რომ ამ თვალსაზრისით 20 რიცხვი ალბათ ყველაზე კარგი და არჩენილი დღეების საშუალოა. ცუდი რო ვთქვათ, ესეთი არც ერთი არ არის. რაც შეეხება ბინის კიდვა გაყიდვას ანახალ ბინაში გადასვლას ამ თვალსაზრისით არ ვარგა 21, 22, 23, 24 მაისის დღეები, კარგია 20 და 20 რიცხვი. 20 რიცხვი ყველაზე კარგი და არჩენილი დღეების საშუალოა. რაც შეეხება, მოდით ვთქვათ ასე, მშენებლობის დაწყებას, სარემონტო სამუშაოებს, ამ თვალსაზრისით 18,
რიცხვი კარგია და არჩენ დღეების საშუალო. ანუ ცუდი არც ერთი არ არის. მსხვილი საღირლებისთვის კარგია 19 მაისის დღე, ხოლო არ ვარგა თვალსაზრისით, ну არც ერთი უბრალოდ არ არის არც ერთი ისე არ ვარგა, არც ერთი ვერაფერზე ვერ თქვით, რომ არ ვარგა, ერთ-ერთი შეიძლება შემდეგი კვირა დღე 24, ну მეტნაკლებად არ ვარგოდეს, მაგრამ ბოლომდეც ამასაც ვერ ვეთქვით, რომ თლათ არ ვარგა, ну ისე რა, მოდი თქვათ ეს დღე. ანუ დარჩენ დღების საშუალო 24 ისევ დარჩენ დღეები ჯობია თვალსაზრისით. სასამართლო პროცესების დასაწყებად აქ კარგია 22 რიცხვი, არ ვარგა თვალსაზრისით 23 და 24. დარჩენ დღეები საშუალო. ეს ტენდენციები, რომელიც უკავშირდება ასეთ საქმიანობას, რომელიც შეიძლება თქვენ დაგჭირდეთ შემდეგ კვირის განმავლობაში სხვადასხვა სახით და ფორმით. ეხლა რაც შეეხება უკვე ფინანსურ რიტუალებს, იცით ეს ის რიტუალებია, რომლითაც ველობისას თქვენ შეგვიძლიათ გარკვეული მოქმედების მეშვეობით მოიზიდოთ ფულის ენერგია, ანუ ფულის ეგრეგორი, როგორც ჩვენ მას უწოდებთ, რომელიც ხელშეუწყობს უფრო მეტად მოზიდვა სხვადასხვა თანხებისა, თქვენს, ასე ვთქვათ, ოჯახურ ბიზნესში, ან პირად ბიზნესში, ან თქვენ საფულეში, მოდით ასე ვთქვათ, მაგრამ შეიძლება ზოგიერთი მოქმედება გახდეს პირიქით. ფულის თქვენი, ასე ვთქვათ, ბიუჯეტიდან გატანის ერთ-ერთი ფაქტორი. და ესეთი ფაქტორი მაგალითად ხვალ შეიძლება იყოს 18 მაისს თქვენი ფულის ბანკში დაბანდება. აი აქ მოვერიდოთ ხვალ ამ პროცედურას, თორე ეს შემდგომ არა მარტო იმ ფულს წაიღებს, არამედ შეიძლება დამატებითი თანხებიც კიდევ წაიღოს თქვენი ჯიბიდან. 19-ში სამშაბათს მოვერიდოთ ფულის ვალში აღებას ან გაცემას, 20-ში 4 შაბათს სამაგეროდ კარგია ქველმოქმედება, ქველმოქმედება ამ დღეს შემდგომი თანხების შემოზღების ერთ-ერთი ფაქტორია, მაგრამ 20-ში ასევე 4 შაბათს მოვერიდოთ ფულის ვალში აღებას ან გასესხებას, საიუველირო საგნების შეძენას. 21-ში 5 შაბათს ისევ ძალიან კარგია ქველმოქმედება, მაგრამ აქაც უნდა მოვერიდოთ ფულის ვალში აღებას ან გასესხებას. შემდგომ 22-ში პარასკევს აქ უკვე კარგია ფულის, მოდი ვთქვათ ასე, ბანკში დაბანდება. საუკეთესო, უბრალოდ საიუველირო ნაწარმის ჩუქებას თუ შეძლებთ, აი ამ ხრივ ეს იქნება ძალიან კარგი კაპიტალი, რომელიც შემდგომ გააზრდებს თქვენს ფინანსურ ნაკადს. მოვერდეთ ამავდროულად 22-ში პარასკევს ფულის ვალში აღებას ან გაცემას. ხოლო შაბათ-კვირას ძალიან კარგია ფინანსების კაპიტალ დაბანდება, რა იმის შეიძლება საქმეში, პროექტში, მაგრამ ამავდროულად მოვერდეთ ფულის ვალში აღება, ამას მოვერდეთ ამ პროცესს აღებას და გაცემას, ასევე ვალში. აი ამ პროცედურების გამო ჯობია თავი შევიკავოთ, რათა ეს არ გახდეს შემდგომ გაუწევი მიზეზი ფინანსური პრობლემებისა. და აქვე მოდით ახლა აღვნიშნოთ, რომ რადგან ჩვენ ვიცით, რომ მზე უკვე აღვნიშნეთ დავანოსეთ 21-ში 5 შაბათს გადადის ტყუპები ზოდიაქოს ნიშანში და ფაქტობრივად ჩვენ შუაკვირიდან გადავდივართ აბსოლუტურად სულ სხვა სტიქიაში. აიცით რომ ყველა ზოდიაქოს ნიშანს მართავს ესა თუ ის სტიქია და 4 სტიქია ძირითადად. აი სწორედ 21-ში დილით უკვე მიწის სტიქია, რომლის მართველი იყო აქამდე კურო ზოდიაქო, უთმობს თავის ასპარეს ჰაერის სტიქიას, რომლის მართველი იქნება ტყუპების ზოდიაქო. და მზე სწორედ გადადის რა ტყუპების ზოდიაქში 21-ში. აქედან გამომდინარე, აი სწორედ იწყება ჰაერის სტიქის ზეგავლენა ადამიანებზე, ჩვენს კოსმოსურ სამყაროზე, ჩვენს მატერიალურ სამყაროზე და ეს რასაკვირველია ზეგავლენას ახდენს ადამიანის ხასიათზე, შესაძლებლობებზე, მის ასე ვთქვათ, ბედიღბალთან დაკავშირებულ ტენდენციებზე და აი რა ზეგავლენას ახდენს ეს ყოველივე. ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ მცირეოდენი სარეკლამო პაუზის შემდგომ, ჩვენ ახლა გვაქვს სარეკლამო ტიხარი, რის შემდგომ აი შევხვდებით სწორედ უკვე გავაგრძელებთ საუბარს ამ თემაზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე. ახლა ჩვენ იცით რომ ტელეკომპანია კავკასიასზე ამ მცირეოდენ ესეთი მცირე დროის რეკლამები აქვს, ამიტომ დიდი ხნით არ გახვიდეთ, ძალიან მალე დაბრუნდებით, ახლა კი სარეკლამო პაუზა. ჩვენ კვლავ ეთერში ვართ და ვსაუბრობთ თქვენთვის საინტერესო ეზოტერულ და ასევე ასტროლოგიურ პირობებში თემებზე, გადაცემაში ვარსკვლავები გვამსტობენ და ახლა იმის შესახებ თუ რა ტენდენციები ამოსალოდნელი უახლოესი 1 თვის განმავლობაში. რადგან ჩვენ აღვნიშნეთ, რომ მზე ესე იგი 21-ში გადადის ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში, რომლის მართველი გონების და ინტელექტის კომუნიკაციის მართველი პლანეტა მერკურია ამავდროულად და შესაბამისად რა ტენდენციებს ქმნის ყოველივე ეს, მათ შორის სტიქია ტყუპების ჰაერი და რას ითხოვს ჩვენგან კოსმოსი უახლოესი 1 თვის განმავლობაში. უბრალოდ ყოველისა
გავითვალისწინეთ, რომ ტყუპები ეს ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე უსუსტესი ნერვული სისტემის მატარებელია. თუ რასაკვირველია აქ ლაპარაკია ტიპიურ ტყუპებზე, ხა თუ არა აკადემიას იქ გაძლიერებული დაუშვათ ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით არის დაბადებული მზენყოფები და ტყუპებში, მაგრამ შეიძლება სხვა პლანეტები უფრო მყარ ნიშნებში არიან, მათ შორის მიწის თიქის ნიშნებში, მაშინ ეს ადამიანის ფსიქიკა უფრო ძლიერი იქნება, მაგრამ კლასიკური ტყუპების ნერვული სისტემა ერთ-ერთი ყველაზე უსუსტესია. ეს ნიშანი ამ მხრივ ძალიან ემოციურია და ამასთან დაკავშირებით სწორედ შემდეგი ერთი თვის განმავლობაში მიუხედავად იმისა, რომ დედამიწა მთლიანობაში ნელ-ნელა გადავა უკვე 26 რიცხვის შემდგომ დადებით ენერგოველში და თითქმის შემდგომი ტყუპების ზონა ფაქტობრივად 21 ივნისამდე იქნება დადებით ენერგოველში და ეს ცოტა დაასტაბილურებს საერთო სიტუაციას, მაგრამ ტყუპებისთვის დამახასიათებელი ემოციურობა, ნევროზულობა მატულობს ადამიანებში და მით უმეტეს, ასე ვთქვათ, ეს ტენდენციები თქო ყურადღებას, იმიტომ რომ აქ ამასთან ერთად მოიმატებს ადამიანთა ხასიათში შინაგანი წყემის, შინაგანი განცდების ტენდენცია. ამიტომ მაქსიმალურად უნდა ეყონოს შემდეგი ერთი თვის განმავლობაში საკუთარი თავი, ვთქვათ, ხელში და რო იტყვიან თვითკონტროლი დაუწესოთ საკუთარ ემოციებს უპირველეს ყოვლისა. ეცადეთ მაქსიმალურად თქვენი ვენების კოპით დამშვიდეთ, პოზიტიურად განეწყოთ, აკონტროლეთ თქვენი ემოციები, აკონტროლეთ შინაგანი გაღიზიანება, როგორც სახლში, ასევე სამსახურში. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს თუ არ შეძლებთ, აი ეს ტენდენციები გახდება გარკვეული დაძაბულობის, კონფლიქტების, უსიამოვნებების ფაქტორი, როგორც სახლში, ასევე სამსახურში. და რადგან მატულობს იმპულსურობა, მატულობს სულსწრაფობა ტყუპებისთვის დამახასიათებელი, მატულობს ამავდროულად უყურადღებობა, ყურადღების გაფანტვის ტენდენცია. თორე ეს ნიშანი ხშირად 10 საქმეს ერთად იწყებს და 10 საქმეზე ერთად ფიქრობს, ამიტომ ეს ზოგჯერ იწვევს უყურადღებობას. აი ეს ტენდენციები თქვენ ყურადღებას. მათ შორის ახლა საჭესთა მძღოლებისთვის ყურადღებაა, იმპულსურობა, სულსწრაფობა, შესტოების ფაქტორია და აქედან გამომდინარე ეს თვისებები თქვენ პირობებში ყურადღებას, მე მაქცევ ყურადღება რასაკვირველია პირობებში ვარყოფით თვისებებს, რომელმაც შეიძლება სერიოზული უსიამოვნებები მოიტანონ ადამიანთა ცხოვრებაში, მაგრამ ხარ რასაკვირველია იქნება დადებითიც. ანუ მაგალითად ტყუპები ძალიან კონტაქტურია, ძალიან კომუნიკაბილურია, მოიმატებს ავტო კონტაქტურობა, მოიმატებს გონება, מחვილობა, კარგი და ხორცილი იუმორის ტენდენციები, ანუ იქნება დადებითი რასაკვირველია სასკეთო ბევრი შესაძლებლობები, მაგრამ პირველ რიგში ხას უსვავ იმ უარყოფითს, რამაც შეიძლება ძალიან ნეგატიური დაღი დაასვა შემდეგ თვეს და ამ ხრივ ვიღოთ მეტად ყურადღებით. ეს ყველა ნიშანს ეხება, ესე კიდევ ერთხელ ვიმეორებ. მაქსიმალური კონტროლი ემოციას, შინაგან წყენას, შინაგან განცდებს, იმპულსურობას, უყურადღებობას, სულსწრაფობას. ეს მხოლოდ ხელს უშლის თქვენს კორპუსულ წინსვლაში შემდეგი ერთი თვის განმავლობაში. ამასთან ერთად ხელმძღვანელები სამსახურში მეტად კეთილგანწყობილი არიან თქვენს მიმართ, ან მათ მხრიდან ხელის შეშლის ტენდენცია არ იქნება, ან ნაკლები იქნება. ყოველ შემთხვევაში აქ მეტად გეძლევათ საშუალება უფრო მეტად თავისუფლად მუშაობისა და უფრო მეტად საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და ჩვენებისა. ამავდროულად მოიარდეთ მაქსიმალურად ყველა სახის ავანტურულ მოქმედებებს, იმიტომ რომ სულსწრაფობით ხშირად ეს ნიშანი, ასე ვთქვათ, იწვევს სხვადასხვა ავანტურულ მოქმედებებში ჩართვას და აქედან გამომდინარე შეცდომებს. საოჯახო ურთიერთობებისთვის მოდით ვთქვათ ასე შემდეგი თვე საერთო ჯამში კარგია, იმიტომ ურთიერთგაგება მოიმატებს, ასევე ძალიან კარგი იქნება მეგობრული ურთიერთობებისთვის, კონტაქტებისთვის შემდეგი ერთი თვე, მაგრამ ამავდროულად მეტი ტაქტი გამოავლენეთ ამავდროულად ადამიანებთან და მათ შორის მეგობრებთან ურთიერთობისას, იმიტომ რომ ტყუპებს უყვართ ხუმრობები და ხუმრობა ზოგჯერ მათ შორის სულსწრაფების შეგონებიდან გამომდინარე, ზოგჯერ შეიძლება უტაქტოდ შეიძლება აღმოჩნდეს, რამაც შეიძლება გაანაცვლოს მეგობრები. ამიტომ კი ბატონო, იხუმრეთ, ძალიან კარგია, უგუნდ ტაქტი არ დაკარგოთ, რათა არ განაცხადოთ შემდგომ მეგობრები და ამან არ შექმნას მეტი პრობლემები. და ბუნება და ტექნიკა პრინციპში, მოდით ვთქვათ ასე ტყუპების ზონაში 26 რიცხვის შემდგომ უფრო მეტად სტაბილურია. ერთ-ერთი რამაც შეიძლება აქ პრობლემების შექმნას ამ შემდეგი ტყუპების ზონაში, ეს ადამიანის მხრიდან უყურადღებობა, და ჩვენ ავუშვათ რომ უყურადღებობის ტენდენცია მატულობს და მაგალითად ოპერატორები, რომლებიც შეიძლება უყურადღებონი იყვნენ, დაუშვათ და რომლებსაც ხელთ აბარიათ რაღაც მნიშვნელოვანი ტექნიკა, კომპიუტერული მათ შორის და შემდგომ უყურადღებობის შედეგად შეიძლება მათ დაუშვან სირთულეები, პრობლემები, მათი შესწავლების შედეგად კი შეიძლება რაღაც ტექნოგენური პრობლემები და ავარიები იყოს, მაგრამ ის რომ ეს თავისთავად ტექნიკიდან მოდიოდეს ამ ბუნებიდან ეს ნაკლებად. მაგრამ ადამიანთა უყურადღებობის შედეგად კი განსაკუთრებული ყურადღება მართებ ასეთ ადამიანებს, რომელსაც სერიოზულ რაღაც საკითხებთან არიან დაკავშირებული და მათი შეცდომა შეიძლება ზბირად დაუჯდეს ძალიან ბევრ ადამიანს. აი მათ განსაკუთრებული ყურადღება მართებთ, მათ შორის მძღოლებს ვიმეორებ, აი უკვე ფაქტობრივად სამშაბათი დღიდან ეხლა
19 რიცხვი და როცა მერკური ხდება უკან მოძრავი 12 ივნისამდე. აი აქ ყურადღება განსაკუთრებულად იჩენს თავს და ეს იწვევს მეტ ყურადღებას და სიფრთხილეს ამ თვალსაზრისით. და აქ მოდი დავუშვათ ისიც, რომ ეს ის პერიოდია, როდესაც აქ ვარჯიშებისთვის ძალიან კარგი პერიოდია, მათ შორის აქ უკვე ძალიან კარგია ვარჯიშების სახე, რა სახით, სირბილის სახით, შეიძლება ცურვის სახით, სუნთქვეთი ვარჯიშები, ტანვარჯიში, აი ეს იქნება ძალიან კარგი, იმიტომ რომ ხელში უწყობს საერთოდ ტონუსის გამაგრებას, აი ვისაც პრესთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, კი ბატონო, აი პრესთან დაკავშირებული ვარჯიშებიც ასევე ძალიან კარგი იქნება. საკვები რაციონიდან, მოდით დავუშვათ, რომ შემდეგ კვირის განმავლობაში მეტად შევიტანოთ საკვები რაციონში მწვანილი, ბოლოკი, ზღვის პროდუქტები, ცხრის ხორცი. და ნაკლებად მარილი და მდოგვი. არ ვარგა ასევე ღორის ხორცი. ეს მთელი თვის განმავლობაში ძირითადი პრიორიტეტები. ვისაც განზრახული აქვს მოგზაურობა, მაგალითად აფრიკის ისეთ ქვეყნები, როგორც არის ანგოლა, ზამბია, ნამიბია იქნება ძალიან კარგი. ევროპა გადასარევია, განსაკუთრებით იტალია, საბერძნეთი, ჩეხეთი, ბულგარეთი, გერმანია, ავსტრია, კუნძული სიცილია, კუნძული კორსიკა. ძალიან კარგი და დაუვიწყარი იქნება მათთან ურთიერთობა, მაგრამ მოერდეთ მაქსიმალურად ურუგვაის, არგენტინას და ავსტრალიას. შემდეგი ერთ თვის განმავლობაში. დარჩენილი ქვეყნები მეტნაკლებად ასე ვთქვათ სტაბილურია ასევე. ეს რაც შეეხებოდა ზოგად ტენდენციებს შემდეგი ერთი თვისა და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს. ახლა ჩვენ უკვე როგორც აღნიშნეთ, პირველ რიგში სანამ სხვა მნიშვნელოვან თემებზე ვისაუბრებით, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ გამოსული ახალი ნომერი ჟურნალის ჰოროსკოპი პლუს რევიუ და ახლა 25-ში გამოვა კიდევ ერთი ახალი ნომერი, სადაც თქვენ გაეცნობით ინფორმაციას ჩემს მიერ მოწოდებულს ასტროლოგიური პროგნოზებისა და აქედან გამომდინარე იქნებით გაფრთხილებული და შეიარაღებული და ყველა სხვა სახის ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება მათ შორის ჟურნალებს, ასტროლოგიურ ჟურნალებს, მათ შორის ჟურნალი ჰოროსკოპი, ასტროლოგიური კალენდრებია, წიგნებია და ასე შემდგომ ეს ყველაფერი შეგიძლიათ შეეძინოთ ბახტრიონის და პეკინის კვეთაზე მდებარე ჯიხურში მეტროპოლიტექნიკური სამოსახლოსთან ვერცხლისფერ ესეთ ნაცრისფერ ჯიხურში, სადაც არის ასტროლოგიური ლიტერატურა, მათ შორის პატარა დიდი კალენდრები და ასე შემდგომ ასევე ბიბლიუსის მაღაზიებში და იქნებით ამ ინფორმაციით გაფრთხილებული, ანუ შეიარაღებული. ამიტომ ეს ინფორმაცია შეგიძლიათ აქ მოიციოთ. ეხლა რაც შეეხება სხვა ეგ თემებს ჩვენ დავიწყეთ წინა გადაცემებში საუბარი შავ მთვარის შესახებ. იცით ეს ის მასწავლებელი ძალა, რომელიც მე-19 ქულია სატანის ეგრეთ წოდებული ლილიტი, ესე უწოდებთ ჩვენ მას სხვანაირად. შავი მთვარე ეს ის თქვათ ენერგია, რომელიც ქმნის სხვადასხვა სახის დაბრკოლებებს, თუნებებს, შიშებს, პრობლემებს. და ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ახლა უბრალოდ თავიდან აღარ დავიწყებ ამაზე საუბარს, თავიდან ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ, რომ შავ მთვარეს აქვს სამი დონე განვითარებისა და ეს ადამიანის ცხოვრებაში შეიძლება ძალიან კარგად გამოჩნდეს ეს დონეები. ნუ მაგალითად, დღეს ჩვენ საუბრობთ, ვაგრძელებთ ესე იგი მასზე საუბარს და საუბრობთ იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს მოსაოდნელი ადამიანის ცხოვრებაში, თუ მას შავი მთვარე პირად ჰოროსკოპში დაბადების მომენტში ყავს შილდოსნის ზოდიაქოში და შემდგომ განვიხილავთ ხის რქასაც. ნუ აქ შილდოსნის ზოდიაქოში ადამიანებს შავი მთვარე აყავთ იმ წლებში, რომელსაც მე ახლა ჩამოგიტყვი და იმ პერიოდებში 5 მაისიდან 1946 წლიდან 31 იანვრამდე 1947 წლისა. 10 მარტიდან 1955 წლიდან 6 დეკემბრამდე 1955 წლის, უბრალოდ 6 დეკემბრის ჩათვლით. შემდგომ 14 იანვრიდან 1964 წლისა 10 ოქტომბრის ჩათვლით 1964 წლისა. 18 ნოემბრიდან 1972 წლისა 15 აგვისტოს ჩათვლით 1973 წლისა. 24 სექტემბრიდან 1991 წლისა 20 ივნისის ჩათვლით 1992 წლისა. და 30 ივლისიდან 1990 წლისა 26 აპრილის ჩათვლით 91 წლისა და ასევე 5 ივნისიდან 1999 წლისა 29 თებერვლის ჩათვლით 2000 წლისა. აი ამ პერიოდებში დაბადებულთა პირად ჰოროსკოპში შავი მთვარე იმყოფებოდა შილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რა შავი კარმა აქვს, რა შავი ნეგატიური მოქმედებები ჩაიდინა ადამიანმა წინა ცხოვრებაში, რამაც დაუგროვა უარყოფითი კარმა და რაც უქმნის გარკვეულწილად პრობლემებს მას. ანუ ეს არის წარსულის კარმა ფსევდომასწავლებლის. ესეთი ადამიანი იყო ფსევდომასწავლებელი. ატყუებდა ადამიანებს, ან იყო არასწორი ინფორმაციის მატარებელი, ან არასათანადო პროფესიონალურ დონეზე და აქედან გამომდინარე გამოსდიოდა მოტყუება პრინციპში, რა მნიშვნელობა კრის გამოატყუებთ
ადამიანებს ცნობიერად ხდება თუ არა ცნობიერად, ამასაც დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის კარმა მათგვარ ადამიანისა, რომელიც ასევე ლანძღავდა და ანგრევდა ჭეშმარიტ ავტორიტეტულ ადამიანებსა და რელიგიურ სიწმინდეებს. პოლიტიკურ ასპარეზზე კი ესეთი ადამიანი ატყუებდა ხალხს საეჭვო ქარიზმებითა და მოძღვრებით იდეოლოგიური და რელიგიური ტყუილებით ხომ არ გეცნობათ ვინმე. აქედან გამომდინარე ჩვენი, ასე ვთქვათ, არც დიდი ხნის ხელმძღვანელი პირებიდან მე მგონი ვიღაცა გავს ამ ტენდენციების მატარებელ ადამიანს. და აქ ჩვენ ვიცით რომ არის 3 დონე განვითარებისა და დაუშვათ ადამიანი ახსენს ეს ხო წინა ცხოვრებაში დააგროვა ეს ნეგატიური თავისი მოქმედებებით ეს კარმა და დაიბადა ახლა ისე მისი სული ნუ დაუშვათ 100-200 წლის შემდგომ მოვიდა ისევ ამ ქვეყნად და აქ 3 დონეა განვითარების თუ მან ესე იგი ისევ ვერაფერი ვერ გაიგო და იგივე მოქმედებებს აგრძელებს ანუ აქ არაფერი არ იცვლება მის სოფხედულობაში იგივე ვთქვათ მოქმედებით ფსევდომასწავლებლის საცხოვრობს ისევ შეურაცხყოფას აყენებს ავტორიტეტებსა და რელიგიურ სიწმინდეებს ისევ პოლიტიკურად და იდეოლოგიურად ატყუებს ხალხს და საზოგადოებას ესე იგი მან ვერაფერი ვერ გაიგო ის რჩება ისევ პირველ დონეზე ყველაზე მძიმე და ბოროტ ძალთა ხელში და ასე ვთქვათ ჩამოთვარის სრულ ასე ვთქვათ განგებლობაში მეორე დონე თუ ადამიანი უფრო ამაღლდა და ნელ-ნელა გაიწმინდა ასე ვთქვათ ამ ნეგატიურ ტენდენციებისგან მაშინ აქ ყველაზე რთულია ეს დონე მინდა გითხრათ იმიტომ რომ ყველაზე მეტ კიბილთან არის დაკავშირებული აქ მომენტალურად ამუშავდება ბუმერანგის გამოსკიდვის გზა რაც გაუკეთა ამ ადამიანმა სხვებს ეხლა სხვები გაუკეთებენ აქეთ და ამიტომ შეიძლება ესეთი ადამიანი თვითონ გახდეს მათგვარა მასწავლებლების და იდეოლოგიების ხვერპლი პირიქით მის საწინააღმდეგოდ იწყებენ ესეთი ადამიანების მოქმედებას და ეწევენ ასე ვთქვათ მის მოტყუებას ასეთი ადამიანი ადვილად კარგავს ავტორიტეტს მისთვის სახიფათო ურთიერთობა უცხოელებთან უცხოელების მხრიდანაც შეიძლება იგი გადაეღაროს ავანტიურის და მატყუარ ადამიანებს უცხოეთში საერთოდ ცხოვრება ესეთი ადამიანისთვის არ არის სასურველი და ეგზალება ცხოვრება უცხოეთში სადაც შეიძლება გახდეს ხვერპლი ვიმეორებ სხვა მატყუარ ადამიანებისა ნუ მე მაგის მაგალითები როდესაც აი ესეთ დროს მე შეიძლება ურჩიე ადამიანს არ წავსვლა უცხოეთში მაგრამ მაინც წავიდა და ერთს მინდა გითხრათ რომ ლონდონში გამოიცხადა ეშმაკის სარკეში და საშინელ ფსიქოლოგიურ სტრესში ჩავარდა და მე საკმაოდ ხანს კურნალობდა და ხოლო მეორეს ხელი მოაწერნეს საბუთზე რის შედეგად მან იმუშავა 3 თვე და იქ არ იყო პუნქტი სადაც ეწერა რამდენი უნდა გადაეხადათ მისთვის ამასაც გამორჩა და ნუ 3 თვეს ყველა იმუშავა და გამოაპანგურა შემდგომ იქედან ანუ აქედან გამომდინარე აი ესეთი ტენდენციები შეიძლება მოხდეს ნუ აღარ ვამბობ იმ გოგონაზე რომ ეს დანიაში წავიდა გაყვა მილიონერს და ჩამოვიდა შემდგომ ნარკომანია 2 წლის მერე რომ მოხდა უამრავ უბედურებებში თუმცა გაფრთხილებული იყო არ შეიძლება მისთვის იქ ცხოვრება აი ეს ტენდენციების დონეა მეორე დონე მართალია ძალიან მძიმეა ძალიან მტკივნეულია და ადამიანს ძალიან უჭირს მაგრამ სამაგიეროდ ეს ყველაზე ძლიერი გამოსყიდვის დონეა და თუ ამ დონეს ადამიანი გავლის და ეს დონე შეიძლება ამ ცხოვრებაში ეს გაივიაროს ადამიანმა და იგრძნოს უკვე ეს ცვლილებები რომელიც მესამე დონეზე აიყვანს მას ან შეიძლება უკვე ეს მესამე დონე განწმენდის შინაგანი ტკივილით განწმენდის შედეგად მეორე დონისა შემდეგ ცხოვრებაში გამოვლინდეს მესამე დონეზე კი ესეთი ადამიანი აღარ მეისწრაფის არანაირი ლიდერობისა და ძალაუფლებისადმი არ აინტერესებს ეს აბსოლუტურად არ აღელვებს როგორც ეს პირველ დონეზე თუნდაც აბსოლუტურად არ აინტერესებს არანაირი იდეოლოგია ძალიან კარგად არჩევს და მომენტალურად ფსევდომასწავლებლებსა და იდეოლოგებს ამიტომ ვერავინ ანკერზე ვერ წამოაგებს მას არ ექნება პრობლემები იდეოლოგიურ, პოლიტიკურ, პედაგოგიურ სფეროებსა და ასევე უცხოეთთან ურთიერთობებში არანაირი პრობლემები არ აქვს. თუ თქვენ ასეთ შემთხვევაში პირად ჰოროსკოპში აი ეს ტენდენციები გაქვთ და არანაირი პრობლემები არ აქვს არც უცხოეთთან, არც ასე ვთქვათ ფსევდოიდეოლოგიასთან, მაშინ თქვენ ესე კი გადალახეთ ის მეორე უხთველესი დონე და უკვე ახვედით მესამე დონეზე, ანუ საკუთარ სერიოზულად განიწმინდეთ უარყოფითი შავი თვარის ზეგავლენისა და ენერგიებისგან. ეს რაც შეეხება შავი თვარის ადგილმდებარეობას მშვილდოსნის ზოდიაქოში. ეხლა მოდით ნახოთ შავი მთვარე თხის ზოდიაქოში. როდის იმყოფებოდა და რა ტენდენციებს გვიქმნის, პირველ რიგში თხის თხაში შავი მთვარე იმყოფებოდა 31 იანვრიდან 1957 წლისა, 27 ოქტომბრის ჩათვლით ასევე 1957 წლისა, ასევე 6 დეკემბრიდან 1955 წლისა, 1 სექტემბრის ჩათვლით 1956 წლისა, 10 ოქტომბრიდან 1964 წლისა, 7 ივლისის ჩათვლით 1965 წლისა, ასევე 15 აგვისტოდან 1973 წლისა, 13 მაისის ჩათვლით 1974 წლისა, შავი მთვარე იმყოფებოდა თხის თხაში ასევე 20 ივნისიდან 1900
1982 წლისა, 18 მარტის ჩათვლით 1983 წლის, ასევე 26 აპრილიდან 1991 წლისა 21, იანვრის ჩათვლით 1992 წლისა და 29 თებერვლიდან 2000 წლისა 26 ნოემბრის ჩათვლით ასევე 2000 წლისა. აი ამ დროს დაბადებულთა პირად ჰოროსკოპში შავი მთვარე იმყოფებოდა თხისკარ ზოდიაქოს ნიშანში. ეს კი ნიშნავს იმას, რომ წინა ცხოვრებაში ესეთი ადამიანი იყო ტირანი, კარიერისტი, დესპოტი, რომელიც მიზნის მისაღწევად აბსოლუტურად ყველა ხერხებს იყენებს კონკურენტების ჩამოსაშორებლად. ანუ ეს არის სწორედ ეს კარიერისტი ადამიანები, რომელსაც ჩვენ კარგად ხედავთ მათ შორის კომუნისტების დროს, რომლებიც ზრებოდნენ კომკავშირში, მათ შორის პარტიაში, ყველას გადაუვლიდნენ მათ შორის და შემდგომ ვერ ზრებოდნენ ამ ასე ვთქვათ კარიერული წინსვლით და ძალაუფლებიდან. ესეთ კარიერისტებს კარგად ვიცნობდით ჩვენ მაშინ და ეხლაც კარგად ხედავთ ესეთ კარიერისტებს, რომელსაც ეთმასნებიან მათ შორის ხელისუფლებას და ჩვენ სულ ამას უკიჟინებთ ხელისუფლებას, რომ მოიშორეთ ეს ხალხი, რომელიც იქ არა იმიტომ არის, რომ მას უნდა დავუშვათ სამშობლოს წინსვლა, არამედ ის არის კარიერული, უბრალოდ კარიერისტი, მოდი თქვათ ასე, კარიერული ტირანი, რომელიც შემდგომ ასევე თავისი ნეგატიური მოქმედებით აზარალებს ქვეყანას და აზარალებს საზოგადოებას. და აქ ჩვენ პირველ დონეზე იქივე გვაქვს, ესე იგი თუ ეს ადამიანი ამ დონეზე ისევ არის კარიერისტი, ისევ მიიღწვის არნახულად ძალაუფლებისადმი, აქ შეიძლება შილდოსანში და თხისქაში ერთი და იგივე ტენდენცია გვაქვს, რომ ორივე ამ ადამიანს ძალიან უყვარს ძალაუფლება პირველ რიგში. და ამ პირველ დონეზე თუ ისევ ესეთი ადამიანი ქედმაღლური დამოკიდებულებით გამოირჩევა სხვებისადმი, ძალაუფლების გადამეტება შეუძლია და ჩვენ ვიცით არაერთი ესეთი ხელმძღვანელი, მათ შორის დეპარტამენტის ხელმძღვანელები და ასე შემდგომ, რომელიც მოხსნეს არაერთხელ სწორედ ასეთი მოქმედებებისათვის, აი სწორედ მათ შეუძლიათ პირდაპირ ვერდიქტი დაუსვან თავის თავს, რომ მათ შავი მთვარე თხისქაში შეხვდა. ისინი ისევ პირველ დონეზე არიან, ყველაზე დაბალ დონეზე შავი მთვარის განვითარებისა. და ესეთი ადამიანი ისევ პოლიტიკური და კარიერული მოწინააღმდეგების მოშორებას ცდილობს ნებისმიერი გზით, მათ შორის უსაზღვრესი გზებითაც კი. ეს პირველი დონეა ამ შემთხვევაში, თხისქაში. მეორე დონე განვითარებისა, თუ ადამიანი უკვე ამაღლდა ამ შავი ძალის დაბალი დონიდან, აქ რას უკვე ყველაზე რთული კოსმიური გამოცდები აქვს მას გასავლელი, ანუ ასეთ ადამიანებს შესაძლებელია დაბრალდეს ერის მოღალატეობა. არაფერს გამორთ, როდესაც არაფერს შუაში არ, მაგრამ მათ დაბრალდება სწორედ სხვა ავანტურისტი, კარიერისტი ადამიანების მხრიდან, რომელსაც ძალაუფლება გააჩნიათ. ისინი შეიძლება დაისაჯონ სხვათა არასწორი პოლიტიკური იდეოლოგიური მოქმედებების გამო. ვერ აღწევენ წარმატებას კარიერული განვითარების კუთხით, ვერ შეულებენ სამსახურს, ხელმძღვანელები ყველანაირად უშლიან ხელს კარიერულ განვითარებაში და კრეჭაში უდგებიან მათ, როგორც კი იგრძნობენ მათ ნიჭიერებას მithumetes და კარიერული წინსვლის პერსპექტივებს. ეს მეორე დონეა განვითარების, ასე შორის აღნიშნოთ, რომ თუ ეს დონე გაიარა ამ ადამიანმა, მაშინ ის გადადის მესამე დონეზე, უფრო ამაღლებულ დონეზე და შეიძლება მეორე პანცხოვრებაშიც მოხდეს, შეიძლება შემდეგ უკვე მის რეინკარნაციაში ამ სულისა მესამე დონე ნიშნავს იმას, რომ ასეთი ადამიანი უკვე ჰუმანურად ეპყრობა აბსოლუტურად სხვა ადამიანებს, ნათლად ხედავს ცხოვრების სულ მიზანს და სწორად სახავს მისკენ მიმავალ გზებს, ისე რომ სხვებს არაფერს არ უშევებს. მეტად იღებს კეთილგანწყობას ხელმძღვანელებისაგან და ანვითარებს უპრობლემოდ საკუთარ კარიერას. აი ეს უკვე მესამე დონეა განვითარებისა და მინდა აღნიშნო, რომ მეორე დონეზე განვითარებისა თუ ადამიანს შავი მთვარე აქვს შილდოსნის ზოდიაქოში, მას შეიძლება სერიოზული პრობლემები შეექმნას ჯანმრთელობის კუთხით, ვიძულთან და ნაულის ბუშთან და ასევე სპორტის სფეროში მე არ ვrჩევ ესეთ ადამიანს ვთქვათ ყოფნას, იმიტომ რომ აქ შეიძლება მათ შორის მწვრთნელებთან სერიოზული კონფლიქტები მოვიდეს და მეტად გაუჭირდეს სპორტის სფეროში წინსვლით, რომ ძალიან ბევრი ფაული მტერი ეყოლება და შავი მთვარე თუ თხისქარ ზოდიაქოს ნიშანშია, მაშინ მე აქ უკვე ასეთ ადამიანს პირველ რიგში ჯანმრთელობის პრინციპი კუთხით ვთხოვ გასაუთრებელ ყურადღებას ძლოვანი სისტემის ხერხემლის სახსრების მიმართ. აი აქ შეექმნება მას მეტი პრობლემები ამ ზონებთან მიმართებაში და ამ თვალსაზრისით უნდა იყოს იგი მეტად ყურადღებიანი. შეიძლება კბილებთან დაკავშირებულ პრობლემებიც იჩინონ აქ მეტად თავი. ეს სწორედ შავი მთვარის პოზიცია მშილდოსანში და თხისქაში მისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე. ეხლა რამდენიც მოვასწრებ ისე სხვა კითხვებზე პასუხის გაცემას, ესე გაინტერესებთ ჩვენს ტელემაყურებელს ქალბატონ ეკატერინე სამედაშვილის ტელეფონი, ციტესის სტომატოლოგია პიროვნება, რომელსაც თქვენ კარგად იცნობთ და რომელიც
კარგად მუშაობს ასტროლოგიური პრინციპების გამოყენებით და ვისაც პრობლემები გაქვთ კბილებთან დაკავშირებით, შეეხმიანეთ მას შემდეგ ნომერზე 268 84 62. ეხლა სხვა კითხვები, რა შეგიძლიათ თქვათ მასონებზე? ძალიან დიდი თემაა ჩემო კარგო, აქ ბევრი რამ შეიძლება ითქვას მასონურ ჯგუფებზე და ასე შემდგომ. მასონები ყველგან არიან ფაქტობრივად შეღწეული, ითვლება რომ მათი ცენტრი არის შვეიცარიაში, თუმცა ასეთი მიკროცენტრები აქვს თითქმის ყველა ქვეყანაში და მოიცავენ უზარმაზარ თანხებს, უზარმაზარ ფულს. ყველა ძირითადი მილიონერი, მილიარდერი მასონურ ჯგუფებშია, ძალიან დიდი ხელმძღვანელები, მათ შორის მეფეები, იმპერატორები, მინდა გითხრათ და პრემიერები და ასე შემდგომ შედიან მასონურ ჯგუფებში. და აქედან გამომდინარე, აქ შეიძლება ძალიან ბევრი საუბარი ამ თემაზე, მათ შორის საქართველოშიც არიან ესეთი ჯგუფები და რომელთა ასე ვთქვათ ინტერესებში ისევ ქვეყნების მართვა, შემდგომ მათი მორგება ერთ გარკვეულ სისტემაზე და თანდათან შემცირება ადამიანთა რაოდენობის, ამიტომ ერთ-ერთი პოსტულატი მათი ეს არის, რომ ადამიანის რაოდენობა ძალიან ბევრია და მათ გამოყვება სჭირდება საკმაოდ დიდი თანხები. მასონებს უნდათ რომ ეს თანხებიც ასე ვთქვათ მეტი კონდეთ, აქედან გამომდინარე საჭიროა შემცირება ადამიანების რაოდენობის. ერთ-ერთი მასონური პროექტი იყო სწორედ საქართველოში სააკაშვილის დროს, როდესაც იყო იდეა, რომ საქართველოში უნდა დარჩენილი იყოს სულ 1,5 მილიონი ადამიანი მეტი არა და აქედან 800,000 უნდა ყოფილიყო მოსამსახურე პირი უცხოელებისათვის. ეს ერთ-ერთი იდეა იყო საქართველოს შემდგომი განვითარებისა. ამიტომ ძნელია ხა თქმა მასონებზე, აქ ერთი გადაცემა და ორი გადაცემა არ იქნება საკმარისი, იმიტომ რომ ამაზე ტომებია დაწერილი, ამიტომ უფრო თქვათ უფრო ზუსტად რო გაარკვიათ ამ საკითხში რა ხდება, რა ტენდენციები აქვს, უმჯობესია ალბათ წიგნები წაიკითხოთ, რომელიც არის სპეციალისტების მიერ გამოშვებული. უბრალოდ მოკლედ აღიხასიათეთ, რომ ესეთი ჯგუფები არის საიდუმლო ორგანიზაციები, რომლებიც ფაქტობრივად მართავენ სამყაროს, შეიძლება ჩვენს მატერიალურ სამყაროს შეიძლება ესე ითქვას. მათ შორის არიან საქართველოშიც. ახლა დანარჩენ დაწვრილებით უკვე დანარჩენებზე არ ვისაუბრებ. შემდეგ კითხვა არის ესეთი, არის ვერსია, რომ მთვარე არის ხელოვნური, თანამგზავრი. თქვენ როგორ ფიქრობთ? ხელოვნური თანამგზავრი, არის ეს ვერსიები, მე გამიგია, მაგრამ ვერ გეტყვით ნამდვილად, არის კი ნამდვილად ესე თუ არა, იმიტომ ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით. მეცნიერება ბევრ რამეს არკვევს და არტეფაქტების რაოდენობა საკმაოდ დიდია. ჩვენ მინდა გითხრათ, რომ ეს არ ვარ დარწმუნებული დაუშვათ არის თუ არა უცხოპლანეტელების სისტემა. ამ დროს არის. არის ძალიან ბევრი სხვა სისტემები მზისა, სადაც ასევე არის გარკვეული სიცოცხლე, რომელიც ჯერ ჩვენამდე არ მოსულა, მაგრამ ის რომ დაუშვათ უცხოპლანეტელების სისტემა არსებობს და მათ გარკვეული კომუნიკაცია აქვს ჩვენთან როგორ მწირი, ესეც არის და აქედან გამომდინარე ახლა აქ ძნელია თქმა არის ვერსიები, რომ ადამიანი საერთოდ უცხოპლანეტელების მიერ არის შექმნილი და მათი ექსპერიმენტის ერთ-ერთი ნაყოფია. ამიტომ აქ ბევრია ასეთი ვარაუდები, რეალურად ჩვენ თვარეს ჯერ იმ დონემდე არ ვიცნობ, ჩვენ ახლა ასტროლოგიაში მას უბრალოდ ვიყენებთ მის ზეგავლენას ადამიანის ემოციურ ფონზე, მის ქვეცნობიერ სამყაროზე და აქედან გამომდინარე ვსწავლობთ მას, მაგრამ რეალურად თვითონ თვარე ხელოვნურია, ბუნებრივია, რა ძალებმა შექმნეს, სხვადასხვა არის ღვთიური ძალების შექმნელია, მაგრამ იქ შეიძლება იყოს დამატებითი კიდევ საკითხები. დაუშვათ შეიძლება, როგორც უცხოპლანეტელებზე ამბობენ, რომ მათი პროდუქტია ადამიანი, ასევე შეიძლება რაღაცის პროდუქტია კიდევ დამატებით, შეიძლება რომელიც სხვა პლანეტის, ან შეიძლება უცხოპლანეტა რამე ჯგუფის შექმნელი კი შეიძლება ხელოვნური იყოს, შეიძლება ბუნებრივი იყოს. ამაზე ვერ გეტყვით. სიზუსტე ჯერჯერობით არავინ არ იცის. ვერსიები კი, ვერსიები არის. შემდეგ კითხვა, ლილითი მყავს მორიელში, იქნებ რა მირჩიოთ? ლილითზე ჩვენ ვისაუბრეთ სხვა წინა გადაცემაში, მორიელში ზუსტად აღმოჩნდა, რომ ეს უმძიმესი მოვლენა, ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი იყო სექსუალური მანიაკი, შეიძლება ამ კვლევის ინსტინქტიც ჰქონდა და ბევრი სხვა ნეგატიური რამ ჩაიდინა და აქედან გამომდინარე, ახლა ამ ცხოვრებაში, ხო სხვა ცხოვრებაში ეყენებდა ესეთი ადამიანის შავ მაგიას, სხვათა საწინააღმდეგოდ, ამიტომ მეხლა ვისაც აქ ლილითი მორიელში მის საწინააღმდეგოდ არის ჩართული შავი მაგია, ამიტომ ენერგო ველი თქვენი იქნება დაბინძურებული, მე გირჩევთ აუცილებლად გამოლოცოს კვეთებული საეკლესიო გამოლოცვის სახით და ფორმით, რათა ამ ლილით მარშეკი შეუცეროზულად ხელი და აქ ასეთ ადამიანს ექნება პრობლემები ხშირად, არა აუცილებელი რომ ყველას, მაგრამ გარკვეულ რაოდენობას ექნება პრობლემები ისეთი, რომელიც დღეს საკმაოდ კარგად ნაცნობია მათ შორის დასავლეთში, იგივე ჰომოსექსუალიზმის და სხვადასხვა სექსუალური გადახრების კუთხით. ეს მისი ერთგვარი დასჯაა წინამოქმედებებისათვის. ამიტომ მე მაშინაც აღმოჩნდა კიდევ ერთხელ აღმოჩნდა ჰომოსექსუალიზმი ეს არის სერიოზული დაავადება დასჯის სახით წინა სექსუალური მანიაკალური
მოქმედებებისათვის, რის გამოც ეს ადამიანი სწორედ ამ სფეროში ისჯება და ეხლა მოდის და იმის მაგივრად ჩვენ ადამიანი ამისგან გავანთავისუფლოთ შესაბამისი მკურნალობით, შესაბამისი სწორი მოქმედებებით და კარმული ცვლილებებით, ამის მაგივრად ხელს უწყობთ პირიქით მათ განვითარებას ამ აღვირახსნელობაში, ისევ ძველი შესაბამების დაშვებას, რომელიც ხშირად სექსუალურ მანიაკალურობაში გადადის ლესბოსოლების და ჰომოსექსუალიზმის გზით და ამის პარტიას ვაფუძნებ და ამის საზოგადოებას ვაფუძნებ ამ პრინციპზე აწყობილმა ჩვენს პრემიერ-მინისტრებს ინიშნება პრემიერ-მინისტრები უცხოეთში როგორც იცით აი ესეთი და უკვე გადავდივართ ასე ვთქვათ ერთსქესიან ქორწინებაზე და ასე შემდგომ ანუ ვარღვევთ კოსმიურ კანონებს სამწუხაროდ ევროპას ეს არ ესმის და სამწუხაროდ საქართველოში უკვე ბევრს არ ესმის ასევე ეს და უნდა ესმოდეს რომ ეს არის სერიოზული დარღვევა კოსმიური გადახრა რომელიც უნდა აღმოიფრას არა იმით რომ ჩვენ ეს ადამიანები დავხოცოთ ან მოვიშოროთ პირიქით ეს უნდა აუხსნათ გავაგებინოთ და მათ და უნდა დაეწყონ აბსოლუტურად სხვა სტილის ცხოვრება რათა ნელ-ნელა ეს ინსტინქტები რომელიც მოდის წინა ცხოვრების მათი სექსუალური გადახრებისგან ნელ-ნელა შეიცვალოს და თანდათან ადამიანმა დაიწყოს კარმული ცვლილებები წინამდე შემთხვევაში შემდგომ ცხოვრებაში კიდევ უფრო მეტი პრობლემები და უსიამოვნებები შეექმნებათ მათ. და ამიტომ ეს სწორედ უკავშირდება ამას. შემდეგ კითხვა ვარ მეწყული ჩემ მეუღლე მორიელი გათხოვდი ჩემ მეუღლე მორიელი გათხოვდი 2010 წელს მარტში, როცა მოტყუების დიდი შანსი იყო. როგორც თქვით და მართალიც აღმოჩნდით ურთიერთობა ვერ გამომდის, როგორ მოვიქცე. Ну, იცით რა მარტოვნაზე არის ალბათ რომ მოტყუების დიდი ალბათობა იყო კი, ალბათ ეს გარკვეულ როლს თამაშობს, მაგრამ მერწყული და მორიელი. მართალია აქ რომ დაგეწერათ კიდე თქვენ წელი დაბადებისა რამდენია თქვენ შორის, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაცია იქნებოდა, მაგრამ აი ესეც კი მეტყველებს, რომ მერწყული და მორიელი არაერთხელ აღნიშნა მე, რომ ეს არის ცადა დედამიწა, აბსოლუტურად ურთიერთ გამომრიცხავი თვისებების მატარებლები. მერწყული არის სპონტანური იმპროვიზატორი, დიდი თავისუფლების, ასე ვთქვათ, მეხოდბე. მორიელი არის ძალიან ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, არნახულად მომთხოვნი, მეტატრადიციული, განსხვავებით ძალიან რეფორმატორული და ავანგარდული მერწყულისგან. ამიტომ თითო საკითხზე მათ აბსოლუტურად რადიკალურად სხვადასხვა პოლუსებიდან უყურებენ ერთ და იგივე საკითხს და აქედან გამომდინარე მორიელი მით უმეტეს აგრესიული ნიშანია ცოტა და შეუძლია შემტევის სარკასტული გამოთქმებითაც კი გამოიყვანოს თუნდაც მერწყული. ამიტომ აქ შეუთავსებლობა ძალიან მაღალი. ამიტომ კიდევ ერთხელ ვთხოვთ ყველას, სანამ აღვებოდით სასიყვარულო ეიფორიას, იმიტომ რომ მორიელი შეიძლება მოგიწონოთ, რასაკვირველია, კარგი მაგიური თვალები აქვს, ძალიან სექსუალურია, ძალიან სერიოზულია და შემტევი ესეთი ნებისყოფიანი ადამიანია, რასაკვირველია, შეიძლება მერწყულ ქალს მოეწონოს, მაგრამ მოდით ნუ დაკარგავთ აქ გონიარებას მთლიანად და ცოტა სხვა კუთხიდან შეხედეთ ამ ადამიანს, მის ხასიათს შეხედეთ, შინაგან ბუნებას, მის სულს შეხედეთ და განსაზღვრეთ გვერდიდან რამდენად შესაძლებელია ამ ადამიანთან ურთიერთობა საოჯახო კუთხით. ნუ ჩქარობთ, თორემ აი მოხდება ესეთი ფიასკო, რაც თქვენ დაგემართეთ. რასაკვირველია, აქ ძალიან რთული იქნება თქვენ შორის ურთიერთგაგების პოვნა. შემდეგ კითხვა არის ასეთი, ერთი თვის შემდეგ რა უნდა მოუხერხოთ ბარაქისთვის გაკეთებულ ჭიქაში, რომ ჩავყარეთ მონეტები და დავაყარეთ ბურღულეული. ეს ჩემო კარგო, მე მგონი კარგი ხნის წინ იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თუ ეს კიდევ გაქვთ, არაფერი ამის საშიში არ არის, ამოიღეთ ის მონეტები და დახარჯეთ უკვე, ამის დრო არის ნამდვილად. Შემდეგი კითხვა გთხოვთ, გვიპასუხოთ, ესე იგი აქ ხეების გათეთრება, როდის შეიძლება ახალი, ხო, შეიძლება, ეხლა ამაზე მე ვერ გიპასუხებთ, აი ამისთვის არის თვარის ასტროლოგიური კალენდარი. აი ბატონი დორმიშხან ყიფიანის მიერ გამოშვებული, რომელიც იყიდება ასევე მათ შორის აი მჭიხურში, რომელიც მე აღნიშნე მეტროპოლიტექნიკური სამსახურთან, აქ არის ყველანაირი ინფორმაცია. ხეების გათეთრება, თუ დაუშვათ ნაყოფის დღე, ყვავილის დღე, ფესვის დღე, უამრავი რამ აქ ბატონ დორმიშხანს აღნიშნული, აგერ აქ ვაზისა და ხეხილის შეწამვლა, როდის უნდა მოხდეს, დაუშვათ რწყვა, მომზადება კომპოსტის და 1000 სხვა საკითხები ძალიან საინტერესოა. აი ეს ყველაფერი ამ წიგნიდან ამოიღეთ, იმიტომ რომ აქ სპეციალისტის რჩევა ბატონი დორმიშხანის სოფლის მეურნეობის სწორედ დოქტორია და აქედან თან ასტროლოგია და ძალიან კარგი ინფორმაცია იქნება აქედან. მე ფაქტობრივად რო არ რჩება საეთერო, მე ამ კითხვით უნდა დაგემშვიდობო და არჩენ კითხვებზე ვისაუბრებთ უკვე შემდეგ გადაცემაში. ხვალდილი თქვენ 11 საათზე
კომპანია კავკასიას ეთერში ისევ ნახავთ განმეორებით ჩვენს გამოდელ გადაცემას, ასევე ხვალ ჟურნალი თბილისის ელბე გაზეთი ასაუდასოვალი მოგასწრით ინფორმაციას, ასევე ჩემს მიერ მოწოდებულს და ასევე იცით რომ დილით სამჯერ თითქმის დილის განმავლობაში რადიო ფორტუნა ასევე მოგასწრით ჩემს გახმოვანებით ინფორმაციას იმ დღის ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ. იქნებით ანუ გაფრთხილებული, ესე იგი შეიარაღებული. და ეხლაც ხართ გაფრთხილებული, შეიარაღებული, იცით რომ ხვალინდელი დღე ახალმთვარეობა მეტად ფრთხილად წინ და ხედულად გამვლო და დღის საღამოსაც მეტად დავისვენოთ. და იცით რა მნიშვნელოვანი მოვლენებია შემდეგ კვირის განმავლობაში პლანეტა მერკური ხდება რეტროგრადული შექმნის სირთულეებს კომუნიკაციაში და სესხის აღებაში უკვე სამშაბათიდან და გასტანსის 12 ივნისამდე და ასევე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი 21 მაისი ხუთშაბათი დღე, როდესაც ხდება ცვლილება ზოდიაქოს ნიშნებს შორის, მზე გადანაცვლებს ტყუპები ზოდიაქოში და ერთი თვის განმავლობაში უკვე 21 რიცხვიდან მასპინძელი ჩვენ იქნება ტყუპების ზოდიაქო. თუმცა იქამდე 21-მდე კვლავ ჯერ კიდევ გრძელდება კუროს ზოდიაქოს ნიშნის ზეგავლენა. ამ ინფორმაციით, საუკეთესო სურვილებით, მე გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.